პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის არ შეწყვეტასთან დაკავშირებით ისევ განხილვის თემაა. ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილებას არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებენ, ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებას უკავშირებენ ამ ქმედებას. მართულ გულში კი ამბობენ, რომ თავდაპირველად ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებოდა დასკვნას საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, მიღების შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა. განმარტება გამოაქვეყნა ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. განცხადებაში ნათქვამი, რომ პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არ ღვევს და არც კანონს და მას გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვის ვადა აქვს. რაც ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რუსული გადაწყვეტილება. საქართველოს შესაძლო შავ ხვრელად ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია, პირდაპირ ეწინააღმდეგება ის სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოთარ ფარცხალაძე ქართული პასპორტით არა მხოლოდ წინააღმდეგობას და ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის საქართველოსთვის, როგორც FSB-ს აგენტი, არამედ მას შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნას ძალიან ბევრ ევროპის ქვეყანას გადაადგილდება რა დაბრკოლების გარეშე. ერთადერთი რაც ბერკეტი ჩვენ საზოგადოებას გვაქვს და პრეზიდენტს ამ შემთხვევაში იყო საქართველოს მოქალაქეობის წართმევა. ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ 3 თვე დაველოდები, სანამ ეს კაცი დაალაგებს თავის საქმეებს საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, არის აბსურდი. სამშაბათსა და პარასკევს შორის რა შეიცვალა? სამშაბათს ითხოვდით დაუყოვნებლივ შეწყვეტას, პარასკევს უგცებ გამოგვეცხადეთ, რომ აბა ბატონო, არა, ჯერ არ უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა. მე მაფიქრებინებს, რომ ან დიდ ძალ ფულთან გვაქვს საქმე, ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან გვაქვს საქმე. ჩამოყალიბდით, ხართ ფარცხალაძის მცველი, ჯაშუშ აგენტი ფარცხალაძის მცველი, თუ ხართ საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი. გაჭირება ფარცხალაძეს ფაქტია, რომ ის გადაეფარა, ამ შემთხვევაში გადაარჩინეს პრაქტიკულად, გადაურჩინეს ყველაფერი ფარცხალაძეს, ის ზუსტად ისევე დადგა FSB-ს დამცველად, როგორც კობახიძე და ასე შემდეგ. ის რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ამ შემთხვევაში ზიანდება ასეთი ტიპის დამოკიდებულებების დემონსტრირებით, ეს მე ვფიქრობ ფაქტია, ეს დასანანია სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა. სამწუხაროა მიუხედავად ამისა, რა კონკრეტული ასე ვთქვათ мотиваცია აქვს ამაზე საუბარი გამიჭირდება და იმავდროულად გამიჭირდება თქმა, ვისთან ქონდა შეთანხმებული, ვისთან არ ქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ აშკარად იკვეთება, რომ ცალკეული ადამიანების ასე ვთქვათ ორკესტრირებულობა ოპოზიციის მხარეს იქნება ეს მისი მხარდამჭერები ვთქვათ იგივე არ ვიცი პრეზიდენტის სახით თუ დასავლეთის რომელიმე სახელმწიფოს პოლიტიკოსების მხრიდან ეს ორკესტრირებულობას თვალში საცემია. საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს სრულ უპატივცემულობას არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიმართ, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ, რაც ყველაზე დაუშვებელი ქმედება არის მისი მხრიდან. ეხლა ამ ლექსიკით და ესეთი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებით ის საკუთარი ნებით მოქმედებს თუ სხვის დავალებებს ასრულებს, ამ კითხვას უკვე ჩვენი საზოგადოება გასცემს პასუხს. სამართლებრივი საკითხი და ფაბულა განიმარტა, რომ ეს ერთი მეორეს არ უშლის არავითარ შემთხვევაში. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე თუ ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს საქართველოში, აგებს კიდეც სრული სიმკაცრით პასუხს ქართული მასაჯულების წინაშე. ეხლა ჩვენ ვარაუდივობს ერთადერთი, რომ მიზანი არის მხოლოდ ის, რომ დღის წესრიგში დარჩეს ეს თემა.